ქრისტემ დაგლოცოთ. დღეს იცით რომ ხსენება ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, კერძოდ მისი ჩამობრძანება დღევანდელ დღეს მოხდა. საქართველოში მისი ასლის ჩამობრძანება ათონის წმინდა მთიდან და ასევე ხსენება არის წმინდა მოციქულისა იოანე ღვთისმეტყველისა. საქართველოს დღეს მოხდა ჩამობრძანება, მე ხლეს უბრალოდ არ ვიცი ისტორია, მაგრამ ის რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს არის ღვთისმშობლის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენება, მე ვფიქრობ ეს საკმაოდ სიმბოლურია, იმიტომ რომ იოანე ღვთისმეტყველი და ღვთისმშობელი ჩვენ ვიცით როგორი მჭიდრო კავშირშია ჩვენთვის სამოძღვრებლად, რომ სწორედ იოანე იყო ის, ვისაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე მიანიშნა უფალმა ჯვარცმულა, რომ იგი იყო მისი დედა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიანიშნა იოანეზე, რომ იყო მისი შვილი. ამის მიზეზი იყო იოანეს საოცარი ერთგულება უფლისადმი და ერთგულება გამომდინარე არა ვაჟკაცობიდან და თქვათ უშიშობიდან, თქვათ მასაც ალბათ ისევე ეშინოდა როგორც დანარჩენ მოციქულებს, წერის გამოს დანარჩენი მოციქულები გოლგოთაზე არ იმყოფებოდნენ. უბრალოდ მე ხშირად მithქვავს, რომ იოანემ შეიგზნო და დაინახა ის, რაც მერე დაინახეს მოციქულებმა და შეიგზნეს და განიცადეს იოანემ უფრო მეტი სისავსით, ანუ ის რომ კაცი იესოს თვალებიდან მას უმზერდა არა უბრალო ლიტონი ადამიანი, თუნდაც მოსიყვარულე მოძღვარი, არამედ სრულყოფილი სიყვარული, ანუ ღმერთი თავად. და მისგან თქვათ დაცილება მას არ შეეძლო ეს მიზიდულობა ღვთისადმი ძლევდა ყოველგვარ შიშს. რაც შეეხება ის სიმბოლური ერთობა, ასევე უკავშირდება იმას, რომ დღეს არის ხსენება სწორედ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის ჩამობრძანებისა, ხატისა, რომელიც ესე ძლიერად უკავშირდება ჩვენ სამშობლოს, ხატი, რომელიც არის ყველაზე წმინდა ხატი მთელს ათონის მთაზე, ყველაზე პატივცემული და ყველაზე დიდებული და საერთოდ საქრისტიანოში ჩვენ ვიცით როგორი განსაკუთრებული პატივი მიეგება სწორედ ღვთისმშობლის ამ ხატს, ივერიის ღვთისმშობლის ხატს და იგი ჩვენი სამშობლოს სახელს ატარებს და არა შემთხვევითად ესეც იცით თუ როგორ გამოაბრძანა იგი ქართველმა ბერმა სასწაულებრივად, როგორ ამკვიდრდა იგი ქართველთა მონასტერში და თუ როგორი წინასწარმეტყველება არსებობს, რომლებიც იციან ათონელმა მამებას, რომ იგი საბოლოო ჯამში ათონს დატოვებს და ჩამობრძანდება თუ არა საქართველოში, თუმცა უნდა ითქვას, რომ იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ალბათ ჩამობრძანებას არინებებს. იგი ჩამობრძანდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ჩვენი რწმენა, ცოცხალი, ჩვენი სწრაფვა ღვთისაკენ იქნება ისეთი, როგორიც უნდა კონდეს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს. ერთმა მოგცეს ამის ძალა და იოანესებრი განცდა და დანახვა და ერთგულება ადამიანად მოსული ღმერთისა, იოანესებრი ერთგულება გოლგოთამდე ადამიანად მოსული ღმერთისა და შესაბამისად იოანეს მსგავსად ყოფილიყავთ შვილნი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. გილოცავთ ღმერთი შეგეწიოთ. ამინ.